აღნიშნული პირების ბრალად შერაცხული დანაშაული ქმედება მდგომარეობს შემდეგში. კერძოდ 2024 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე რუსლან სივაკოვი, ძიმე საგანს ისროდა და სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სერგეი კუხარჩუკი ქვებს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 2024 წლის 1 და 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვალერი თეთრაშვილი ისროდა შუშის ბოძს და მოგზო ნივთებს სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ლევას კიკნაძე ქვებს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკური ნაკეთობიდან ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 1 დეკემბერს ანალოგიურად საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი ტერიშვილი ისროდა მოგზო მასიურ ნივთებს სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ანდრო ჭიჭინაძე ჯოხს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გურა მიცხოვლავა ძიმე საგანს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჯანო არჩაია ძიმე საგანს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ლუკა ჯაბუა ძიმე საგანს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ონისე ცხადაძე ჯოხს ბოძს და სხვა მძიმე საგანს ისროდა სამართალ დამცველების მიმართულებით. ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალ დამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სავარაუდო ადგილს, დროსა და ხელს. ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს, მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისაკენ, აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციებზე და უზრუნველყოფდნენ მათი მოქმედების მართვას. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, ანდრო ჭიჭინაძე, გურამი მირცხულავა, ონისე ცხადაძე, გიორგი ტერიშვილი, რევაზი კიკნაძე, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში, რა დროსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ და მოქმედ სამართალ დამცველთა მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებდნენ წინააღმდეგობას და მათზე თავდასხმას, რისთვისაც იარაღად იყენებდნენ ქვებს, რკინის ნაჭრებს, სხვა მძიმე საგნებს, პიროტექნიკურ ნაკეთობებს, ადვილად ნივთიერებებს, ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებს, რასაც შეეძლო გამოეწვია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანება. გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არბევდნენ, აზიანებდნენ და ანადგურებდნენ სხვის ქონებას.